Salame მეგობრებო. ახალი ვიდეოა დღეს. ამენი ხანი არ გადამივიდა, რადგან ბევრი რაღაცეები მოხდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც, რის გამოც დავიკელი 5-6 კილო ფორმა ცოტა გავაფუჭე რა გაფუჭდა, რადგან ვერ ვარჯიშობდი, ვერ ჭამდი იმას, რისი ჭამაც მომიწევდა. ამიტომ ცოტა საწყენია რომ ესე მოხდა, მაგრამ არა უშავს როგორც მოხდა, ისე მოხდა. უბრალოდ თავარი რომ მალევე დავბრუნდეთ. ეხლა მივდივართ Young LA-ის ამანათის გამოსატანად. ჩემი მანქანაც დაბრუნდა კარგი რაღაცაებიდან ერთი ნიუსი რო ვთქვათ. და მაგარია. არ ვარ ესეთი პატარა რომ აქ ჩავეტიო. წავალთ ამანათის ასაღებად. Young LA-ის შორტები და პოლოა თუ არ ვწდები, საკმაოდ დიდი ხანი ველოდებოდი. მაგას გამოვიტან, მე სახლში მოვალ. მინდა რომ ჭამო კიდე ორჯერ მაინც, იმიტომ რომ ძიმე კვირა ეხა წესით. ისე ძიმეთ ვეღარ ვივარჯიშებ როგორც 1 ან 2 კვირის უკან, რადგან მაშინ უფრო მეტი ძალა და ენერგია და ყველაფერი მქონდა და ეხა რომ გავაფუჭე ყველაფერი, ასე ვთქვათ. რეალურად კურსზე ეს დავემართე, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ გავედი თავზე და ნაგავის ჭამა დავიწყე. არ ვიცი რატო, მაგრამ ეგრე მოხდა. ხო და დღეს გვექნება ასევე ფეხის ვარჯიში და მე ვილაპარაკებთ ცოტას ახალ გეგმაზე. რეალურად შორს არ არის ეს ამანათის ასაღებად, სადაც მივდივართ. მაგრამ გარეთ ისე ცხელა, რომ შანსი არა, ფიზიკურად ვერ მივაღწევი ქამდე, პროსტად დავდნები. ვინც არ იცის, მანქანა მაგიტო არ მყავდა, რომ ავარიაში მოვყავე ეს ბზარიც. მაგიტო ჩანს ეგ დარჩა ერთი გასაკეთებელი. რას აკეთებს ტიპიჩი. დაგში ესაა. ეხლა შევალთ აქ. გამოვიტანთ ამანაც. წავალთ. რეალურად ყავას ალბათ. unbox-ს გავაკეთებთ და ეგაა. ჩვენ გვინდა ეხლა კოდის შეყვანა. კოდი აქვს ანრის. იმიტომ რომ ანრის გამოვაწერიე. ვეძებთ ეხლა კოდს. ეს ველოდებით ეხლა დაველოდოთ. იქნებ უნდა გამოვიდეს ბოქსი. ეგ არის. ამანათიც ავიღეთ, მეგობრებო. წავალთ ყავას ავიღებ. ყავა მინდა რომ დავლიო და წავალთ სახლში unbox გავაკეთებ. იმედია ზომები კარგად დავსვი. ამანათს გამოვიტანე. ხა მივდივარ რომ ავიღო ყავა და თქვენიადაც ვინ შემხვდა. Кто это большой медведь? Здравствуйте. Как дела? Вот встретил Ивана. Влог. Да. Мегобребо, высоц рецепты унда, а Иване гуэтвис. Рецепт рассказываю. Как вкусно приготовить филе. Маринуйте заранее 4-5 килограмм филе куриного. Вот маринуйте, сейчас. Маринуйте в большом контейнере филе куриное, дырочки делайте в нем. Потом делайте замес
соевый соус 400 мл, 500 грамм греческого йогурта обезжиренного. Все это можно в шейкере, в принципе, сболтать. И каждый слой куриного филе в контейнере мы заливаем, ставим на сутки в холодильник, пусть маринуется. Потом маринованное мясо, там сколько надо на день, там 700 грамм, килограмм в аэрогриль закидываешь на температуру 180 на 35 минут. Все у нас запеклось, мелкими кубиками нарезаем, опять в контейнер закидываем, сверху банку греческого йогурта, там 500 грамм. Чуть-чуть соевого соуса, 200 грамм можно, ну 200, чтобы соленый сильно не был. И кисло-острый соус в азиатском магазине в Карфуре продается для курицы. Тоже грамм 200. Все это перемешиваем, халапеньо добавляем и сверху рис. Круглый рис вкуснее будет. Вот твое количество углеводов сколько надо. Перемешал все это, разбил на контейнеры. В прикуску ананас 100-150 грамм для лучшего пищеварения. Это вот самое классное будет и усваиваться, и вкусно. Это не сухая какая-то филешка. Я сам филе не люблю, но в таком варианте это очень вкусно. Вот, да, это для ЖКТ полезно. დაიმახსოვრეთ ივანისგან რეცეპტი და მადლობა ივანს ასეთ რეცეპტისთვის. ლატეც ავიღე, ცივი, ცოტა გავგრილდე. წავალთ სახში, unbox გავაკეთებთ. და გიბრუნდებით. აი. გავხსნათ ახლა აბა. ნახოთ. აი ესეთი რაღაცები არის. ეს პირველი. ჩამოიყარა ყველაფერი. აი ესეთი ზედაა. Young-Lays. და მეორე ესეთი შორტები. აი ესეთი ნახატებით. აი ნახე. მოკლედ მოვიზომეთ, ჩავიცვით ყველაფერი. აი ესეთი შორტებია. ნაქარგები აქვს აქ, რაც თვალისთვის ძალიან სასიამოვნოა და ლამაზია. აი აქ საჯდომზეც, უკანა ჯიბეებზე. ჯიბეებიც საკმაოდ კომპაქტურია. ზედაც ლამაზია. კომფორტულია, მხრელების გამო ჰაერი რო შემოდის არ გცხელა. კუნთებიც კარგად არის გამოკვეთილი, ჩანს ყველაფერი. მოკლედ ეს არა. აი ეს. აიგა. გამოვედი მოკლედ სასაირნოდ. 1 საათი გავისაირნებ ჰაერზე. 5-6 დღეა სახში ვიჯექი. სულად რო ვიყავი. თუმცა ხა ცოტა მინდა რომ გავისაირნო ჰაერზე. მზე არ არის, მაგრამ საკმაოდ ცხელა, ძალიან ცხელა. რამეცივი უნდა ავიღო ისევ სასმელი. თორე დავიწყვები ისევ. და ჩემთვის ახლა არ შეიძლება ვაფშე სიცხეში ყოფნა და დიდი ხანი სიცხეში ყოფნა და ვაფშე მზეზე ყოფნა. მზის დარტყმის მერე არ ვიცი. ძალიან ძნელია იმის გადმოცემა, რაც ვიგრძენი ვაფშე და იმედი არავინ არ იგრძნობთ ესეთ რაღაცას. ამ პარკში აქ პირველად ვარ. არ ვიცი. რაღაც მოხდილია ლამაზად. ბუნება. ესე. ძალიან ცხელა. მოკლედ მზის ზარტყმაზე რასაც ვამბობდი. შაბათს დამეწყო, ალბათ არ ვიცი, გადავხურდი. კვირას წავედი ზღვაზე.
კიდევ მზის ქვევით ვიყავი, დავბრუნდი სახლში, დავიძინე და რომ გავიღვიძე, იქნებოდა იმდენად გულზე მომიჭირა და იმდენად მცხელოდა და სისხლი გახურდა მე მგონი ვაფშე. და მე ისევ კარგად გავხდი და ისევ რო არ დავფიქრდი და წავედი და კიდევ მზეზე ვიყავი და მე ვაფშე მოვგვდი თითქმის მართლა შეიძლება მომგვდარიყავ იმდენად გადავხურდი მომენტში. და ძალიან ცუდად დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. და ღმერთს მადლობა გადავრჩი და ეხა ზეზე აღარ გამოჩნდები კარგი ხანი. ცოტას ვისაირნებთ და ეგ იქნება. ესეთი ხედია. მორჩით ახლა საირნობას. უთმების გამეზარდა უკვე შესაჭრელი. ხო და დროა წავიდეთ სახლში. საჭმელი ვჭამოთ, დავისვენოთ. ვარჯიშის დროც იქნება. იმედია კარგად წავა ვარჯიში. შევძლებ რომ წიმედ ვივარჯიშო. ამიტომ შევხვდებით უკვე ვარჯიშზე. მოვედით დარბაზში. ფეხის დღეზე. ისე ლამაზად მეძინა რომ არც მინდოდა მოსვლა, მაგრამ დავაზალე ჩემ თავს. რღამე წესერად ვაფშე არ მეძინა. ენერგია ასე თუ ისე მაქვს, ამიტომ წინა ფეხის დღეზე რაც იყო, იგივე იქნება, ახალი არაფერი. იმიტომ რომ ჯერ როგორც სტატომ მომცა ეს სპლიტი მექნება ესე, ალბათ 2 თვე, 3 თვე, ან даже ბოლომდე შევხედოთ პროგრესირება როგორ იქნება. მოკლედ ესე გავხურდებით ახლა 5 წუთი, 5-6 წუთი დავატრიალებთ უბრალოდ მუხლები რომ გავახუროთ. დავიწყოთ მუშაობა. დღეს მძიმე კვირა გვაქვს და მინდა რომ მძიმედ გავაკეთო ყველაფერი თუ გამოვა. ძალად მეყოფა და ენერგიად მეყოფა. Let's go. მოკლედ ბოლომისას გადავიღებ ყველაფერზე, რო არ გაწვალოთ და გაჩვენოთ ყველა მისვლები. ეხლა აქ არის full stack-ი და ზემოდან კიდე 2-20-იანი პახებზე წავიდა რა ვაკეთებთ просто. დღეს მძიმე კვირაა და გვაქვს 3 მისვლა, 10, 8, 6. ეხლა გვაქვს 6 გამეორება ნელა კონტროლში. Так, hamstringზე ბოლო ვარჯიში, ბოლო მისვლა უпростоრად. წავიდა აბა ვნახოთ. მოკლედ კვადრიცეპსის გამშველზე ხა ბოლო მისვლა 6 გამეორება გადავდივარ შემდეგ ვარჯიშზე უკვე რეალურად ამის სკიული დამეწყო არ ვიცი სოგულდარმა დამეწყო და ცოტა მიფუჭებს ვარჯიშს მაგრამ არ რაუშებს ვარჯიში დავამთავროთ მოკლედ მოვჭით პირველ 3 ვარჯიშს. გულზმარვა დამეწყო. წამალი კი მაქვს ახლა დავლევ.
რომ გავაგრძელოთ ვარჯიში. ექიმს ველაპარაკეთ, ხვალდილით მივდივარ, რომ გადავყლაპო ზონდი. არ ვიცი, პირველად უნდა გავიკეთო ეს პროცედურა და არ წარმომიდგენია რას უნდა ველოდო. ბოლო 3 დღე ისე მაგრად აღარ მაწუხებს, როგორც აქამდე მაწუხებდა, იმიტომ რომ ისევ ნაგავის ჭამით. ეს დღეებია აღარ ვჭამ ნაგავს, მაგრამ ჩემ რო არ დავმალო, ჩემ კვებასაც არ ვჭამ. ალბათ 300 გრამ ნახშირწყალს ვჭამ, რაღაც 150 გრამ ცილას, სადაც ეგრე ცხიმი არ ვიცი. რამდენს ვჭამ. დღეს ნორმალურად ვჭამე უკვე, დავიწყე, ნორმალურად ჭამამ, მთლიანად ყველაფერი არ დამილაგებია ისევ. არ მინდა რომ რაღაცა დავმალო, რომ ფორმაზეც მეტყობა და ვერც დამალავ, როცა რაღაცას არ აკეთებ. რაც ფარმაკოლოგიას ეხება, უკვე ამდენი 22 დღეა ხო გასული. კი, 22 დღეა გასული ჩემპიონატის მერე. ფარმაზეც მარტო ტესტოსტერონზე ვარ, ხორცს ინახავს, მაგრამ ის სიმშრალე რაც იყო და ის ხარისხი რაც იყო, ასე ვთქვათ, დაიკარგა ცოტა. მაგრამ არა უშავს. ეხლა ექიმთან წავალთ. შეგვამოწმებს რა როგორ გვეტყვის, თუ რამე პრობლემაა, რომ მალევე მოვაგვაროთ ეს პრობლემა. დავიწყებთ ჭამას, დავიწყებთ ფარმაკოლოგიას, უკვე ყველაფერი გამზადებული მაქვს. ამას აქ არ ვიტყვი, ჩემ ტელეგრამ არხზე გადადით, იქ იქნება მაგაზე ინფორმაცია, რა პრეპარატები, რა პეპტიდები. დანამატებიდან ვიტყვი, რომ даже ვიტყვი რა გაჩვენებთ ამ ვიდეოში, რა დანამატები ავიღე, რის გამოყენებას ვაპირებ. ყველაზე ბაზაა პროტეინი, კრეატინი, პრე-ვორკაუტები. დიდი ხანი არ დამილევია და მინდა დავიწყო ისევ. კვებაც უკვე გაწერილი მაქვს, ვარჯიშების გეგმა უკვე ნალაპარაკები მაქვს. კიდე რამე კითხვები თუ გექნებათ კომენტარებში გამოუშვით. ყველაფერს გიპასუხებთ და ჩვენ გავაგრძელებთ ახლა ფეხის დღეს. Let's go. Leg press-ზე მოკლედ ბოლო მისვლა. წონა გვაქვს, რამდენი გვაქვს წონა? 40, 30, 40. 100, 120, 140, 180 კილო აქედან, 180 იქედან. ბოლო მისვლა მესამე x-გამეორეობაზე. წამალი დაულია კუჭისთვის, მაგრამ მაინც მაწუხებს, მაგრამ არა უშავს რა. ძალიან შემდეგ ვარჯიშებზე ძალიან მაღალ წონაზე აღარ ავალ, რომ არ დამაწვეს ძალიან. შემდეგი ვარჯიში ბოლო მისვლა აქაც. მოვჭით. გამძვრა სახე. მოვჭი ფეხის დღეს. 11:09 უკვე საათი. დღეს ისე მაგრად და პროდუქტიულად არ ვივარჯიშე და ვერ ვივარჯიშე, იმიტომ რომ აღდგენილი არ ვარ ამ ყველაფრის მერე. გრძნობ. არ მინდა რომ ძალიან გადავიტვირთო და უფრო უარესად და ცუდად გავხდე მერე. თორე ხა ჭამითაც მოცლობით იმდენს ვერ შევჭამ, რამდენიც მჭირდება რომ შევჭამო, იმიტომ რომ ბევრი საჭმელი რომ ჭამო, თორემაც მერე ექიმმა მითხრა რომ არ ჭამო, რომ ზონდი უნდა გადავხლაპო და რომ არ გამოჩნდეს რამე და რამე რომ გამოგჩეს ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ ეხლა შხაპს მივიღებთ. ლაითად შევჭამთ, ალბათ პროტეინს დავლევ, ბანანს შევჭამ, სახში რაიმე სალატს შევჭამ, ლაითად ცოტას და მაგაზე მოვრჩები.
მოკლედ მეგობრებო ანასტეზიის ქვემოთ ვარ უკვე ჩემთან ერთად ეს ის ადამიანია ვინც ყველაფერში ძალიან მეხმარება და ძალიან მადლობელი ვარ ეხლა ცოტა ხანში გავითიშები და მეძინება მოკლედ ვიყავი ექიმთან ნარკოზში შემიყვანეს ზონდით გადავყვაპე ნახეს ყველაფერი და მოკლედ რა ვთქვათ აი კურს და სახელი დამავიწყდა და მოკლედ რასაც ყოფს ეგ არიხურება პატარ-პატარა ჭრილობებია მაგის გამო გაჩენილი რომ წვენი კუჭის წვენი ამოდის და აზიანებს ნარკოზის მერე ვარ ეხლა ვეღარ ცოტა ვერ ვლაპარაკობ 4 კვირა უნდა ვიმკურნალო ამ 4 კვირაში ფეხების ვარჯიშები ძიმედ ვერ გავაკეთებ რადგან პრესი რო არ დაიჭიმოს ზედმეტად ალბათ ზურგსაც ასევე მძიმედ ვერ გავაკეთებ თავარია ეხლა პროსტა შევინარჩუნოთ ეს ფორმა უფრო უკეთესად დავამუშაოთ და რეჟიმში შევიდეთ რადგან საკვებზე გვითხრეს რომ შეგვიძლია ჭამოს ჩვენი კვება პროსტა ძალიან დიდი პორციებით არა ну არც გამოვა დიდი პორციები პროსტა ეს ერთი თვე ალბათ წონის შენარჩუნებაზე ფორმის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებ რომ უფრო წყალი რაც შევიკავე და ცხიმით ცოტა რაც მომიმატე ისიც წავიდეს პრეპარატებიდან რაც ყველაფერი გავამზადე აზრი არა აქვს რამის დაწყებას რა მომატებას ფიზიკურად ჯერ ვერ დავიწყებთ რადგან ამ მოცულობის საჭმელს ვერ შევჭამ უბრალოდ აი ეს დისჰორმონი ტესტოსტერონი იქნება და всё და საკვები ამიტომ ესე მოვიხოდებით და მე უკვე დაუბრუნდებით ახალი ძალებით და კარგი რაღაცები მოხდება მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს გამოიწერეთ არხი და ვნახოთ რა იქნება